რაც შეეხება ახლა ამ დაკავებებს და თითქოს რომ ოცნება კორუფციას ებრძვის. რეალურად ბოლო 3 წლის განმავლობაში ოცნების შიგნით ხალხმა იმდენი ფული მოიპარა, ოცნება აქამდე თუ ცდილობდა ეს მოპარული ფული როგორღაც შეეფუთა, დაიმალა და ასე შემდეგ. დღეს რეგიონი, რაიონი და სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც ხალხი არ ხედავს, ეს ხალხი თავზე გრძნობს ამ კორუფციაზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ ოცნებამ ის 20-25 ოჯახი გადაარჩინოს, ახლა რომელსაც რეალური კორუფცია სადაც არის და რეალურად სადაც ასეულობით მილიონზე არის საუბარი, ხალხი რომ გადაარჩინოს მაგის გამო, რაღაც სრულფეხობებს იჭერს. იგივე ხდება ნარკოტიკებთან ბრძოლასთან დაკავშირებითაც, ახლა იგივე ხდება კორუფციასთან დაკავშირებითაც, მაგრამ თუ რეალური გამოძიება უნდა, თუ მაგარი ბიჭები არიან, ის 20-25 ოჯახიდან დაიწყონ, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და ახლა სრულფეხობებს რო დაერია ოცნება ცოტა სასაცილო არის, მაგრამ საინტერესო არის, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება წინ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მოგწონს თუ არ მოგწონს, ახლა ეს დაპატიმრებული ადამიანები ოცნების შიგნით რომელიღაცა კლანის წარმომადგენლები იყვნენ და ნახოთ ეს კლანები როგორ დაალაგდებიან ერთმანეთთან, მაგრამ თავი არის კიდე ერთი რაღაც, რომ იმდენი ფული აქვს ოცნებას მოპარული ბოლო 3 წლის განმავლობაში, ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე უკვე გრძნობს და აი ამის დასაფარად და იმის დასაფარად, რომ ის 20-25 ოჯახი გადაარჩინოს დღეს ოცნებამ, ამის გამო უწევთ აი ეს სრულფეხობების გაწევა.